კუნკანკე გამარჯობა კანკუკა ესე იგი ნუ ისე გაუხარდა გურამს რომ 12 წელი მიესაჯა მიშას რომ სიხარულისგან გადაცდა თვალი კარტის არა სინამდვილეში უბრალოდ სიცხე აქვს და ტრიპოზულია როგორც ტრიპოზული თემა კარგი მოდი დღეს მართლაც ვილაპარაკოთ სასამართლოს გადაწყვეტილებით 4.5 4.6 არა 4 და 4.5 წელი 4.5 წელი 4 წელი და 6 აქაც იგივე შეცდომაა და შენ არ გეპატება კაცი ხარ და ქალბატონებს შეიძლება მათემატიკა შეეშალოთ ეხლა ეს მიზოგინური რამე მოკლედ 4 წელი და 6 თვე მიესაჯა ჯიგარს და 12 წელი და 6 თვე ხლიანად ვადა განესაზღვრა ნუ არავინ არ აშფოთდა სხვათა შორის ჩემთვის გარდა გიულისა გიულიცა გიულის გამონათქვა მეგობრებო გიულის ხო უყარს ხოლმე ანუ თავის აქედან გაუშვდა განდიდება და გაუშვდება საქმე ადამიანთა რომელიც ისეთი გააკეთა საქართველოსთვის იმდენი გააკეთა არავის არ გაუკეთებია არასოდეს და იმიტომ მიეჭება მე მარტო ის მიკვირს რომ ყველაფრის ამის შემდეგ საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ მიხვდება რომ აი ეს არის სააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავის სხვა არ და 12 წელი და 6 თვე ესე განუსაზღვრა მოსამართლე მოხდილიც არ გაითვალისწინა რომ ამდენი ხანია კი ბატონო ერთ სიტყვით არის ადამიანი რომელმაც ყველაფერი გააკეთა ქვეყნისთვის არის ქვეყანა რომელმაც აი ეს გაუკეთა კარგი და ერთი კიდე გაუშვათ თუ შეიძლება ქვეყანა დაადანაშაულა არეყო დავით აკვაშელიძის მაგალითი ილია ჭავჭავაძის მაგალითი ზიად გამსახურდიას მაგალითი კოსტავას მაგალითი დააკრა ფეთი წამოვიდა და კარგი ამ ხნის ქალზე მეგობრებო არ შეიძლება ქილიკი და ასე შემდეგ ყვავსას თავის ბახალა უყვარს მაგრამ რადგან ქალბატონი გიული თანამონაწილეა იმ დანაშაულებისა მე სისხლის სამართლის წესით ბრალს არ ვძებ მაგრამ აბა რა ვქნა მილიონერი და 10 მილიონიანი ქონებები შეიძინა წყალებში თავისი შვილის გამო მაშინ უნდა უთხრათ მას პირდაპირ რომ მიუხედავად იმისა რომ მართლაც ყავს თავისი ბახალა უყვარს ძალიან შავი არის ეს ბახალა რა ძალიან შავი რა და აი ეს მანიო გრანდიოზო რას თქვენ ოჯახს ჭირს თქვენი ბიძიდან დაწყებული თქვენი ძმიდან დაწყებულა მისი ბიძა თქვენი ძმა ხო რომელსაც მე ვიცნობ და რამდენჯერ შეხვედრილიც ავარ და უბრალოდ ნარცისი კაცის დაბეჭდილება დატოვა ცოტა მოგიჟოს და ვიდეოშიც მის ფარულ ჩანაწერებშიც აუდიოშიც ჩანს ეს ყველაფერი არ გვინახე იმის გახსენება როგორ იხსენიებს ქართველებს და ასე შემდეგ ეს ეთქვა ეს სიგიჟე ხო ეს ნარცისიზმი შთამომავლობით არის ეთქვა და ну აი სადამდე მიიყვანა აი ამ სიგიჟემ საგვარეულო სიგიჟემ გამგები გაიგეს აი ეს არის სადამდეც მიიყვანა თქვენი ილია ჭავჭავაძეს რო შეადარეთ მერთმა პატიდა დავით აღმაშენებელს აი თქვენი ვაჟია მანდ მიიყვანა ხო დასაწყისში ამბობს საინტერესო რაღაც ქალბატონი გიული რომ ასეთი რაღაც საქართველოს არავის არ გაუკეთებია რაც მე ვეთანხმები ასეთი რაღაც არავის არ გაუკეთებია აღამაღმათხანს და ჩინგის ხაენს და ასე უყურე მან ხომ მოინდომა რომ გვერდით დაეყენებინა დავით აღმაშენებლის ილია ჭავჭავაძის ზვიად გამსახურდიას და უფრო შეგვიძლია რეალურ ფაქტოლოგიით და დოკუმენტალისტიკით ცოცხალი მეხსიერებით ბოლო მიშა შევადაროთ ყველა იმ დამპყრობელს ვინც საქართველოს მისი დღის წესრიგის, მისი ისტორიის, მისი ტრადიციის, მისი მოქალაქის წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომ ეს არის კაცი, რომელმაც შექმნა 9 წლიანი სადამსჯელო რეჟიმი ქვეყანაში, რომელმაც შექმნა გაუპატიურების სისტემა ქვეყანაში, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოები გადააქცია ახალ კრიმინალად, რომელმაც ბიუჯეტი გაახადა საკუთარ ჯიბე და რომელმაც სახელმწიფო აქცია პარტიად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენ არ თქვი მე მგონი კარგად ეს უნდა გავამძაფროთ საქართველოს ჩააბა აი ამ ავანტიურაში რაც დაგეგმა რუსეთმა და საქართველოს დაიწყო ომი ეს შეკითხვარი ტყუილი შეურაცხყოფა ჩვენი დიახ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ეს ყველა მის სოფლიოში და ევროპაც ამას აღადებს და თვითონ ხელი მოწერილი ამაზე და ამან ჩვენ მოგვიტანა ტერიტორიის დაკარგვა მოგვიტანა სოციალური კრახი, დევნილები
პრობლემები, დიდი ფსიქოლოგიური სტრესი და ასე შემდეგ. აი ესეც გამოსაძიებელია, კი ბატონო. დიდი ტრაგედია არის, მოგვიტანა გარდაცვლილი მებრძოლები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, მოხალხეები და ასე შემდეგ. და ხო, ანუ მაგ ნაწილში გიული ალასანია მართალია, რომ ესეთი არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის, კი ბატონო. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას თუ როგორ იქნება ამ კაცის საქმე, ამ კაცის იქნება ძალიან კარგად, თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება ცოტა მოაკლონ მე 12 წელი არ არის ის, რა ჩვენ ჩამოვთვალეთ. იმის საპირწონე არ არის რეალურად 12 წელი. ჯერჯერობით არ მისულა იქ. ხო, ანუ ის რო თან დღეს რაზეც მიესაჯა საზღვრის კვეთაზე. ანუ გახსოვს შენ მაგის გამამართლებელია ვერანაირი არგუმენტი რო იპოვეს. კი, ბოლოს გარამია გამოვიდა და როდის იყო სამშობლოს სიყვარულიო, სამშობლოს სიყვარულო საზღვრები იცავდა. გარამია როგორც ადვოკატი გამოვიდა, და არა როგორც პოეტი, ზნებარი პოეტი, ანუ ადვოკატს სასამართლოში რომ პოეტური, ასე თქვა, როგორც იაფასიანი პოეტური წიაღსვლები აქვს, მან დამთავრებულია ყველაფერი. კაი, გუბაზე გავუშვით. რამეზე შეათანხმა ოპოზიცია. აი იმ საკითხებზე, რაც მე ჩამოგითვალეთ, ახლა რამეში შეთანხმება არის ანონა. რამეს მოაბა ამ ქალმა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა. არ არის ასე. თუ რამე ვალი გვაქვს ამ ქალს. ამიტომ გამოფხიზდეს ყველა გამოფხიზდეს. ხო მე იმიტომ დავანებე პოლიტიკას თავი რომ ეს პოზიცია ჯობია ახლა ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც რაც არ მომეწონება ვიტყვი არაფერს ანგარის და არავის ანგარის აღარ გაუწევ მე დაგვერხა ხო და ნუ ეგ ცნობილი ქვემძრომი და ფეკალებიც ასე კასრი მე რამე მეშლება თუ წინა კვირას იყო სულ რაღაც მაქსიმუმ 2 კვირის წინ როცა სალომე ზურაბიშვილი და თამარ მეფე არისო მეორე ირონია იყო ეს მოდი პირდაპირ თქვათ როგორ არის, კაი მაგარი ხარ, ბრუსლი ხარ, კაი ისა ხარ, ალენ-დელონი გარეგნობით და ბრუსლი ხარ კარატეში ვარ. გააკეთე რამე და ეხლა როცა ამ ორი კვირის მანძილზე რისი იმედი ჰქონდა მას. მე რა მიყვეს, იცი? უბრალოდ ეს იდიოტები შექმნიან არა, ეს იდიოტებიც არა. ამ იდიოტებს სხვა იდიოტები უცხოეთიდან ეტყვიან, რომ ეს არის თქვენი გურუ. დაიწყებენ ოსანას სიმღერას და მე რო აღმოჩნდება რომ ფუღუროა და ჭიანია ეს მათი ბურჯი ხო მუხა მე აქვთ იმედგაცრუება კი იმიტომ რომ აქ ხო თვით რეფლექსია მკვდარია აქ ხო რაც განსხვავებული აზრის კამათის დებატის სივრცე მკვდარია ანუ ესენი ხო ბრმად არიან დავალების შემსრულებლები რასაც დაუძახებენ თავიანთი დამსაქმებლები და თავიანთი დამქირავებლები იმის უპირობოდ სიტყვით გამტანები იმიტომ რომ საქმით ვერაფერს ვერ აკეთებენ ესენი ამიტომ შესაბამისად ეხლა ის სულ რომელიც არ ყოფილიყო ირონია ანუ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს რა იმიტომ რომ რასაც ეტყვიან როგორ გაზსაც მიაცემინებენ ზუსტად ისეთი იქნება შედეგი. კი ბატონო, ცხადი არ არის ვინი ხო? თავიდანვე ცხადზე უცხადესი. აი როცა ესენი აგინებდნენ და მზექალას უწოდებდნენ და რუსეთის აგენტ სალომეს ხო? პრეზიდენტ სალომეს კი არა, აგენტ სალომეს. მაშინ არის ხო მათთვის ცხადი ვისთან კონდათ საქმე? ხო თვითონ ეძახდნენ იმ თიკუნს არქმევდნენ, რის გამეორებაც ახლა არ შეიძლება, ხო? მე ხო არ ვიყავი ეს. რამ შეცვალა, იმიტომ რომ უთხრეს. აი ეს არის მონის ბედი რა. რა თქმა უნდა. უთხრეს, აბა კიდე გავუშვით გუბაზე. ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვზივართ, თორემ ეს გამოსვლები რო არ ყოფილიყო, ჩემო კარგო, ანუნა, მოდი რა, ვიყოთ გულწრფელები რა. შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. აი ეს გამოსვლები რო არ დაწყებულიყო. ხო, მე აგერ ვამბობ პირდაპირ. მაგრა გადავრჩით და დიდი მადლობა ამათ უცხოელ მეგობრებს, რომელმაც ჩაიფიქრეს ოპერაცია რევოლუცია. ის რომ არ შევიდოდნენ ეს იდიოტები, მე სალომე თავის ეგიდის ქვეშ რაღაცა გააკეთებდა მთავრობას ბჭყალებში და ეს მთავრობა დაგვამხობდა. ეს იყო იდეალური ჩანაფიქრი ჩვენთვის. ადამიანებისთვის, რომელსაც გვინდა მშვიდობა და ამას ლუზერები ასრულებდნენ. ანუ ლუზერებს ჰქონდათ ეს დაკვეთა, რომლებისთვისაც გარდაუვალი იყო წარუმატებლობა, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც 1,200,000 ამორჩეველი ხმას აძლევს ქართულ ოცნებას, ქართულ ოცნების წინააღმდეგ რევოლუცია იქ ვერ გაიმანჯობს რასაკვირველი. მით უმეტეს, როდესაც გუბას სანიკიძეს და სალომე ზურაბიშვილის და ხაბეიშვილის და ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას იმეძე ხარ ადამიანი. არა, მოდი ესე პირდაპირ თქვა, ეხა უკვე ეს. და მე ანუ ეგ რო გიმო
უხთლებს და მე რო გადადიხარ იმაზე რა დოიზე და რაჭველზე და ჭოლაზე აი რა ქართულმა ოცნებმა აჩვენა ის შედეგი რაც აჩვენა 60-მდე თუ 58 ადგილი ჰქონდათ შმო პოზიციას ხო შესულიყვნენ და მოეწყოთ ის იგივე დებოშები რასაც აწყობენ გარეთ დაეწყოთ პროცედურული ომი რასაც ჯვანია იყენებდა სწორედ ძალიან წარმატებით გაცილებით ნაკლები ხალხით ხო იქ პროცედურები იმაში რა ქვია პარლამენტში არის ისეთი რომ შეიძლება კანონები არ მიიღო დიდხანს ხელოვნურად გააჭირიანო რომ ვიცე-სპიკერები ეყოლებოდათ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები და საგნობრივ კამათსაც გააკეთებდნენ სკანდალსაც მოაწყობდნენ მაგრამ არ იქნა და არ გაძღა deep state-ის მუცელი ხო აი ეგეთ სიგიჟე მოუნდა ჩაყლაპვა მთლიანად თქვა მთლიანად ჩაყლაპვა საქართველოს და არ გამოვა ძმაო ტრამპიც მოვიდა და ეხლა სხვა ვითარება აგერ ელჩის ამბავი რამაგარი იყო რამაგარი აუ რასვეჟი კომენტარები იყო რამაგარი იყო ბიჭო ჯერ ბუღაძის ისტერიკა ჩვენთვის არ არის გაასწორეთ ჩვენთვის არ არის ეს იმიტომ რომ მან ხო იცი როგორი ამბავი იყო რა ანუ გასწორეთო რო უთხრა იმიტომ რომ უყურე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეს მაგათვის იყო სვოი თემა რომ უნდა გაესწორებინათ რა ანუ იქინა უნდა წამოსულიყო იმიტომ რომ ხო გახსოვს ხა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის საელჩო იუმორისტულ პეიჯად იყო ქცეული Facebook გვერდი, იმიტომ რომ დებდა რა ქარდებს, აბა თქვენი ცით და კაი ჩემოძმა და ყველაფერი გასაგებია. ხო გახსოვს რა რეებს წერდნენ რა და აქეთ პიცარი იქით ხო და უყურე უცებ ესენი არიან რომლებიც მთელი მედია კამპანია აქვს იმაზე აგებული რომ ეს არის ქართული ოცნების პარლამენტი და საქართველოს პარლამენტი რომ ეს არის რა თვითგამოცხადებული მინისტრი ასე შემდეგ ასე დამგვარ და უცებ ამერიკის საელჩოზე ანუ მათ სათამაშო მოედანზე რაც გონიათ რა ეხლა ნაცებს ლიბერალი მათ სათამაშო მოედანზე მაკა ბოჭორიშვილის აღიარება ხდება ლეგიტიმაცია ხდება რომ არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ლეგიტიმაციაო ეგ მაინც ეთქვათ. ანუ რა ეთქვათ, იცი, ბიჭო, აი, სულ მინდა რომ დავარიგო. პულსი გაბარდი რომ შეხვდა დღეს ეგ როგორ ხო, ეგეც რაღა არის. ანუ დაიბარა რომ ულტიმატუმი გადაეცა. დაუშვათ ეს მაინც. თან ანუ ის გახსოვს, კიდე ძალიან მაგარ რაღაცას წამოეჭიდნენ რა, რომ ეს დანიგანი ხო ცოტა ისეთი სახით დგას რა. არამხიარული, მოდი ასე ვთქვათ რა და აიო სხეულის ენა ყველაფერს ამბობსო და კაი, მაშინ იგივე ლოგიკით დღეს ტულსი გაბარდის ვიდეო და ფოტო რო ვნახე, ნუ იქ იმენა დაკალობა არის რა იმენა ვიდეოზე. ხო და თუ სხეულის ენა ელჩი მივიდა, საზღვრავი მაშინ მანდაც წააგეს. ელჩი მივიდა, იმიტომ რომ აი ულტიმატუმი გადაეცა ტრამპის. ეს მაინც მოეფიქრათ. ბიჭო, კვალიფიკაცია. მე მგონი ისინი ძალიან უშნიან ხელს. იქაური ინსტრუქტორებით რომ ეს არ დასრულდება. მანდ ის კიდე ერთი რა არის რომ სანამ იქინა პასუხი მოვა იმიტომ რომ იქ ხო სადი ხო აი ეგ არის ხო უყურე თუ ჩვენ deep state-ზე ლაპარაკობთ მაგალითად ხო მაგრამ deep state-ზე თუ ლაპარაკობთ სანამ ამერიკა პასუხი მოვა ჩვენთან საღამოა იქ უთენია ამერიკა აი ხა ხალხი არის გადასული ამერიკის deep state-ის საკუთარი ხელფასების გადასარჩენად არის იმიტომ რომ ტრამპმა დახურა რადიო ევროპა, რადიო აზია, ამერიკის ხმა და ჩეხეთის პრეზიდენტი გამოვიდა პრემიერ თუ ჩეხეთის დიბოდიში არ მახსოვს და ევროკავშირს უთხრა რომ ჩვენ უნდა დავაფინანსოთო. თლიანად მთელი ეს რადიოები ყველა წელიწადში ჭამენ $1 მილიარდ. ალბათ 300 მილიონს სადღაც ეგრე მახსოვს 350 აქედან არის რადიო თავისუფლების 350 მილიონი ევრო 300 მილიონი ევრო თუ აქვს ევროკავშირს არ არის ცოტა ფული დახარჯოს აი ამ სიგიჟეში რა პრობლემა არის მაგრამ ტრამპს არ უნდა ეს ანუ შენ თუ ხვდები რომ ტრამპი ნატოზეც ეგრე მოიქცევა ევროპელ ქვეყნებს ეთქვის ევროპულ ქვეყნებს რომ მიდი გადაიხადეთ თქვენი თლიანი შიდა პროდუქტის 5% და დააფინანსეთ თუ რუსეთის გეშინია ასე თქვენი ჯარი რომ რუსეთსგან დაგიწვას და ამერიკამ შეიძლება საერთოდ გაიყვანოს ეს ჯარი შეიძლება ეს მოხდეს აღარ დააფინანსოს რა თქვენი გქონდეთ უთხრას რა და როგორ გადაიხდით ეკონომიკურ რეცესიაში მყოფე გერმანია თავისი თლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს ქარხნები რო აქვს დაკეტილი სამხედრო და ჯარში რო წასვლა არავის უნდა. აი მაგას მე კარგად ნახავ და ჩემს ეს შეუძლებელია. მოდი ხაბეიშვილი გავუშვათ
რას ამბობს სალომეზე, მაგრამ სალომეზე გამოდე მე დგანა და პარტია მე არ ვიცი რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესიც არ მაქვს რას საუბრობს ეს ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ და ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა, ძალას უნდა დაუპირისპიროთ, ძალა და კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართულ ხალხთან. თანარჩენი რაღაცა კოორდინაციას ამას ვიზამ მე ხვალ სხვა რაღაცა სიტყვიან, შეიძლება კიდე სხვა რამე, ჩემთვის არ არის საინტერესო და ვისაც ეს საინტერესებს, მან უსმინოს აღარ არის პრეზიდენტი, ხო? ანუ ის არ არის ამ თანამდებობაზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ლეგიტიმური პრეზიდენტი ყავს დღეს ქვეყანას, ასევე სალომე ზურაბიშვილი გადადროიშენ ვადახო გაზდიოდა რა, ანუ ეს ხო ჩაოლობრივი ამბავია, შესაბამისად დღეს მდგომარეობით ეს ადამიანი ჩემთვის არ არის საინტერესო. ძალიან კაი, აი სალომე არის ღირსი. ლევან ხაბეიშვილისთვის რო აღარ არის საინტერესო, სალომე არის ღირსი, იმიტომ რომ უყურეთ ჩვეულებრივ წრებრუნვა არის რა, ანუ პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. რომელი უფრო შეურაცხყოფა, აი ძალიან მნიშვნელოვანი ესა მეორედ როგორც ფარსი. მნიშვნელოვან ეგზისტენციურ შეკითხვას გისვავ. ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი თავის მინიმალური პატივისცემაა, რომელი უფრო შეურაცხყოფელია, როცა შენ ინტერესდება ხაბეიშვილი თუ შენ არ ინტერესდება. აი, არა, უფრო შეურაცხყოფელი, არა, უფრო შეურაცხყოფელი არის, როდესაც ხაბეიშვილი შენ დაინტერესდა და ის ინტერესი დაკარგა. აი ეგა, პროცესი არის აქ. ესე მარტივად ვერ იქნება. მაგრამ უყურე, თუ მარტივად შეხედავ, ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდი არასოდეს იმ. იმიტომ რომ შეურაცხყოფელია. როცა შენ ხაბეიშვილი ინტერესდება შეურაცხყოფელი. ტრაგედიის და ფარსის წრებრუნვა არის იდეალური სალომესთან გამოხატული, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად სალომე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და გვერდით ედგა რუსეთის მოქალაქე, თვითაღიარებული რუსული კულტურის ადამიანი, გრიგოლ ვაშაძე და მაშინ გრიგოლ ვაშაძე და ნაცები სალომეს ეძახდნენ რუსს. კი ბატონო, არა მარტო რუსი რეზიდენტი. აი, დანში რას ეძახდნენ სექსუალურ ცხოვრებას რო განიხილავდნენ, მაგას აღარ ვამბობ, კაცო. მაგრამ რუსს ეძახდნენ, ამ თავარი შეურაცხყოფელი იყო, რომ ის იყო რუსის აგენტი. შემდეგ, როდესაც ეს რუსის აგენტი მართლა აგენტურულ საქმიანობაში ჩაერთო და მათთვის მოსაწონი ნარატივების გატარება დაიწყო, ის გახდა ამათვის ლეგიტიმური პრეზიდენტი და დღეს, როდესაც ხედავენ, რომ თვითონ უძალოები ამ მათ ლეგიტიმურ პრეზიდენტსაც საერთოდ ძალა არანაირი აღარ გააჩნია და ავტორიტეტი აღარ გააჩნია, უკვე მათთვისაც ინტერესი დაკარგა რა და ეს უკვე არის ფარსი. პირველად სალომე რო რუსის აგენტი იყო ტრაგედია, დღეს რო ხაბეიშვილს სალომე აღარ აინტერესებს, არის უკვე ფარსი რა. კურდღლის რამაზე აწყობილი მგელი ლევან ხაბეიშვილი კვლავ იმუქრება, გავუშვით სხვა კომენტარი ხაბეიშვილის. გამოდე მე დგანა და პარტიები, აი ნაციონალური მოძრაობა და ოცნება და ტოლობის ნიშანს სვამენ და აი ნაცი და აი კოცი, მართლა არაფერი არ შეგეშალოთ, ბიჭო, ნაციონალიზმი გეუბნები ეგ არის თქვენთვის დიდი ისა რა ქვია, თაყვანისცემა მართლა. ვიღაცებს ნაციონალებს გეძახიან, ორი დღეა ოპოზიციაში მოხვედი და არაფერი, იმის მიასედი არ გაგივლათ, რაც ნაციონალურ მოძრაობას გაუვლია. ხო, ნაციონალურ მოძრაობა ვარ მე, კი, ნაციონალურ მოძრაობის წევრიც ვარ, მხარდამჭერიც ვარ და ეს პარტია რატო? იმიტომ რომ ევროპული პარტია, იმიტომ რომ ქართული პატრიოტული პარტია, იმიტომ რომ ქრისტიან დემოკრატიული ღირებულებები გვაქვს, იმიტომ რომ აი სტოპ, აი მან გავჩერდეთ. ჩვენ როგორც იქნა, მეგობრებო, გილოცავთ. მეგობრებო, ჩვენ უნდა მართლაც რომ აი ეს შეუდარებელი რამ მოხდა. ცნობილი პოლიტიკური აზრის გენია პიტერ კანტროპი ლევან ხაბეიშვილმა როგორც იქნა თუ რა პარტია არის ეს? ეს არის ქრისტიან დემოკრატიული ღირებულება. არა, პროდასავლური, პროამერიკული ქრისტიან დემოკრატიული კონსერვატორული და თავარი სხვა რამეა. თავარი არის რომ ქრისტიან დემოკრატიული. ქრისტიან და რა იყო ამ პარტიაში თავის დაარსების დღიდან დღემდე ცალკე ქრისტიანული, ცალკე დემოკრატიული და ცალკე ეკლესიების ნგრევა არ შეიძლება და ქრისტიან დემოკრატიული ყოფილიყო. მაგალითად მედიების დარბევა და მისაკუთრება დემოკრატიული არ იყო. მაგალითად მოყვანა და გახსოვს სინგაპურიზაცია რო ხდება. ეს იყო უდიდესი ცალკე ქრისტიანი და ცალკე დემოკრატიული და ერთობლივად ქრისტიან დემოკრატიული ნაბიჯი. აი სინგაპურიზაცია იყო უდიდესი გადაწყვეტილება, ხო? დაუშვათ, დავიწყოთ აქედან, ხო? ეს ბესპრედელი, რაც მაგათ ჰქონდათ ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში, მაქსიმალური სასჯელი წვრილმანი დანაშაულის და ყველანი ციხეში, აი ეს თეზა, რითაც ისინი მოქმედებდნენ ეს modus vivendi იყო მათი და modus operandi შეიძლება ითქვას. ესე ძალიან ქრისტიან დემოკრატულია.
ჰუმანისტური. ხო, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, დაახოცეთ. ჩვენ ორი გვამი გავხსენ არა, ციტატა მიშას ციტირება რომ მოახდინოთ, ჩვენ მათთვის ტყვიები არ გვენანეთ. ხო, ორი გვამი მინდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ქრისტიან დემოკრატიული. მე არ ვიცი და ყველაზე დიდი დემოკრატიული ქრისტიანულ ფასეულობა რაც შექმნეს, იყო ადამიანების გაუპატიურების გზით წამება. ალბათ ამაზე მორალური რთულია რამე წარმოიდგინო სახელმწიფოში რომ განხორციელდეს რა. არ ვიცი, ანუ ეს მართლა გასალახია. კი, აი აქ სხვა კომენტარი არა. ქრისტიან დემოკრატების მიერ. ოღონდ ჩვენს მიერ უკვე აჯერანდა. ეხლა ქრისტიან დემოკრატებმა უნდა გალახონ. ევროპაში რო ჩავა გერმანიაში, KDS-მა უნდა ჩავა ვიდრას. სამწუხაროდ ფორმატი არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, მაგრამ ჩვენი კარგი მეგობარი გიორგი გამსახურდია ძალიან სწორ სახელს არქმევს ხოლმე. ჩვენ არ შეგიძლია გამსახურდიას. კი, იმიტომ რომ სახელდება. როგორ კოსტუმსაც ეძახის, მართლა ეგ არის რა. მოდი ტაბლიაშვილი გავუშვათ მეორე გენიოსი კიდე. ჩვენ გადაცემაში დღეს 150 წლის წინ ამ ხუნტამ რო არიცის და ჩვენ რო გვიყვარს ის ილია წერდა პასუხს წემდა ამ კითხვას ნახეთ ეს კითხვა დასვა ხო რა ვაკეთეთ რა შვებოდით და ამ კითხვაზე თავადმე გასცა პასუხი მაგალითად პასუხად კითხვაზე ხსენებულ კითხვაზე რა ვაკეთეთ რა შვებოდით ილიამ თქვა პირღია და დავრჩით და ცას შევხურებდითო ან რუსეთისკენ სახვეწნელად გაურბოდით და გამოურბოდითო ნახე 150 წლის წინაც ხდებოდა ის ხდება დღესაც ხო ან ნახეთ მესამეც აქ თქვა მე ეს ამავე ლექსში მადლიერნი მუთაქაზეთ ვიწექით და ნებივრობით წვანან ქართული და ნებივრობი ქართული ოცნები ეს კრამიც გაჩერდ ეს კრამიც სამტრებს იქ და ჩვენ წევართ რა ეს ავადყოფიათ აღარ გავუშვათ მე მგონია რომ ეს არის უკვე ფსიქიატრიის საკვლევი ასალა და შეიძლება რაღაც მხრივ არაეთიკური იყოს ამაზე დაკომენტარება. ხო და უკვე როგორ არის? და აგრეთვე მე თუ მკითხავ ეს არის სპეციალურმა სამსახურებმა თუ NGO-ებმა თუ ვინც მუშაობენ მსგავს საკითხებზე უნდა მოიყვნენ ეს იძულებით შრომაში ხო არ არის ჩაბმული ფორმულაზე. ანუ მას ხო არ აიძულებენ რომ ამ თავისი ცნობიერების ნაკადით და სიშლეგის დემონსტრირებით ჩაწეროს ეს გადაცემა. მე ის მაინტერესებს რეალურად კამერის უკან დგას თუ არა ოპერატორი. იქნებ მარტოა ეს. აყენებს კამერებს და სიგნალებში თვითონ წერს ამას. მე არავინ ამას არ უმოწმებს და პირდაპირ საეთეროში აგდებს და უშვებენ. მოსაკითხი არის ეს ხო არ არის შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. შეიძლება. ან არ მოეთხოვება მე გონებაშია გარკვეული უხდიან თუ არა ხელფას. არ ვიცი. 5000 ლარი არაფერი არ არისო და შეიძლება იმით უხდიან კანფეტების ფოჩებით. ან კუპონები რო იყო გახსოვს? შეიძლება იმას აძლევ. ან ქაღალზია დაწერილი 5000 ლარი და ის აძლევენ და არაფერია. მან თქვათ შორის შეიძლება საიქიმო ჩარივაც დაგჭირდეს. ლევან სანიკიძე გავუშვით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბობს რაღაც კუბაზევიჩი გავუშვით, ძალიან საინტერესო რაღაც ამბობს, რატო ჩემი აზრით ოპოზიციის შეკრებები, სადაც ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ეს უნდა გაშუქდეს. ამ ხალხმა უნდა ნახოს რა არის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რისი გაკეთება უნდა. ანუ ეს სახალხო პარლამენტი და პარალელური პროცესი შეუძლებელია მხოლოდ აი რომელიღაცა ოთახიდან გამოსვლით და ლიდერების 30 წამიანი კომენტარებით. აი ძალიან კარგია, გააჩერეთ. მეც სხვათა შორის გულწრფელად შვილებს ვცავარ, მეც მინდა რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მეტად გაშუქდეს, იმიტომ რომ რო არ შუქდება, კიდე ვიღაცას შეიძლება რომელიმე იდიოტს ან გზაბნულს აქვს წარმოქმნა რომ იქ ადამიანები და არა ვირები იკრებებიან და როგორც კი ეს ყროყინი შიგნით რასაც ლაპარაკობენ, შენ წარმოგიდგენია რაღაც რო ჯდებიან ერთად შალიკოს ფანჩატურში რა ლაპარაკებიც მიდიოდა ან სალომესთან ეს ლაპარაკი რაც მიდის პირდაპირ ეთერში რო გადაიცემოდეს ეს არის იდეალური ჩვენთვის რა რა თქმა უნდა მაგალითად როგორც მიშას ყოველი გამოსვლა მაგალითად რომ მიდიან და აი უბრალოდ მე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოწყობილი ვაკხანალის ბაიბულში არა ვარ რატო იმიტომ რომ ეს ვიღაცები აქტივისტები დიდ წარმატებად მიიჩნევენ რომ ერთი ადამიანი შეუშვეს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. ის გიჟი რო ყავდათ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში. რუსეთი რაღაცა
ჟვანიას ქალბატონ ჟვანიას ჟვანია კარგად იყოს ქალბატონ ბურჯანაძეს პარლამენტის თავმჯდომარები გამახსენდა ქალბატონ ბურჯანაძეს რო გავს ხო იცი ხო ჩაბერის რო შეგიძლიათ გიორგი სავანელი კი ბატონო აი გიორგი სავანელი რო იყო ეთერში და ნუ აი აბსოლუტურად კარგი შოუ ჩაატარა რა არ ჯობია რომ ესეთი შოუები ტარდებოდეს და ყველამ კარგად დავინახოთ თელმა საქართველოს თუ ვინ არის პროტესტის ავანგარდში და ასევე ძალიან კარგი იქნება რომ ჩატარდეს აი ეს შეხვედრები მათ გენიალურ პრეზიდენტ სალომესთან მეტი არა ჩემტერი პრეზიდენტი იყოს ან გენიალური და იქ რა კამათი მიდის რა გარჩევა ვის რა ეთქმის ვის რა მინდას ამბობს ეს ყველაფერი იყოს ღია ძალიან საინტერესო იქნება კარგი აბა ბუტიკაშვილი მაკაბოჭორიშვილი და ამერიკის ელჩის ბუტიკაშვილი ბუტიკი აქვს თავისი ბუტიკაშვილი რა ვიცი ცოტნე კობერიც ძალიან მაგარი კუთხე ხომ არა კაი კომენტარია და ეგ ბუტიკაშვილი მართლა გავჯერე როს ვინჯანდობა საინტერესო იყო ელჩის სახე კაცრი დისტანცია როგორ იდგა მაკაბოჭორიშვილთან გაჩნდა ასევე კითხვები რომ მოიხსენია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თუმცა როდესაც მოლაპარაკებაზე მიდიხარ და ეს გავდა მოლაპარაკებით შეხვედრას იქ მსგავსი საკითხების მსგავსი სახელდებები მიღებული და ისალებია გავიგე ვინ არის ჭორა იშვიათი იდიოტი კულტურია არის ეს ვინ არის რიე ზედმეტია მეგონი ახალი მე შუა იდიოტი ის რო უზის ჟოფრეი ის რო უქნევს თავს ჟოფრეი ვინეშდა ის კაცო უმადურობის სიმბოლო რაგვარია მაუწყდება ხო და რაგვარია მაუწყდება ზურაბიშვილი რა სახელი აქვს დავითი დავით ზურაბიშვილი თავს რო უქნევდა რომ აი მიაკლიაო ამან რა ჩვენ ხსნას მიაკლიაო კაცარი სახე და დისტანციურად დგომა აი თქვენს პატაროს კუტაბიჭმა რაც თქვა და რასაც მიაკლია ესეც ძალიან საინტერესოა დღეს გავუშვათ თუ შეიძლება რატო არის ზელენსკი მაგარი? რატო არის ზელენსკის მოუწია თანაბრად დგომა ხელისუფლებთან? იმიტომ რომ არ მიენდოთ რაც ყველა იმიტომ რომ ეს კაცი თავისას თვითონ მომობს ის მისი ჯარია გასათვალისწინებელი და ის უკრაინელებიც არის იმ შეხვედრაზეც ეგ სითამამე დაეწყო. ჩვენც აქ ჩვენ ხო ახლა ტანკებით არ ვიწევთ ბრძოლა, მაგრამ ხო გვიწევს ახლა გიდეურად ქუჩაში. გაჩერდა ზელენსკიზე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა. ყოველად გოიმური და ქაჯური და ნაბიჯრული საქციელის შემდეგ ტრამპმა ერთი კვირით გამოურთო დააბრმავა უკრაინის ჯარი. ნუ რამდენი გადაყვა ამ ამბავს, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი მოკვდა ამის გამო, იმიტომ რომ დრონები თავისუფლად შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და რაკეტები და ვერაფერი ვერ უქნეს, იმიტომ რომ არ იყო დაზვერვის მონაცემები, რომ ეს დრონები აფრინდნენ, ეს რაც ვიცით და ვნახეთ ზუსტად მეორე დღიდან დაიწყო რუსეთმა ამის გამოყენება. კურსკის ოპერაციას რაც შეეხება თვითონ ტრამპი ეხვეწებოდა და ეხვეწება პუტინს რომ რამოდენიმე 1000 უკრაინელი არის ალყაში და არ ჩახოცო ტრამპი ეუნება მასა პუტინიც რაღაცნაირად თვითონ მithვალისწინებს მაშინ დამნებდნენ და ნუ ეგ სპექტაკლია რა თქმა უნდა პუტინის მხრიდან გათამაშებული აი ეს ადამიანი რომელსაც დაღუპა და კიდევ განაგზობს თავის ქვეყნის მართლაც გმირი ჯარისკაცების დაღუპვას და განადგურებას ქვეყნის აი კუტაბიჭისთვის არის თურმე სამაგალითო რაც იმას ნიშნავს თუ რა უნდათ აი ამ ქვეყნისგან ვისი გაკეთება ვისი მოყვანა უნდათ და რა გეგმები ჰქონდათ ამას რა თუნდა ბევრი ლაპარაკი მართლა ყველაფერი დედაპირზეა რა აი პირდაპირ ზელენსკი თურმე ყველა მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობა ზელენსკის უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს. აი კითხვის ნიშანია და თვითონ მაგირად ზელენსკი გაჩნდება მასიური. რა თქმა უნდა. წუგზარა გავუშვათ ერთი წუგზარ ნიგლაური. მიხეილ სააკაშვილი არის ფიგურა რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს იმ პერიოდის შეცდომებით, გადახდომებით და უდიდესი წარმატებებით ცხადია რომ ეს 9 წელი იყო საქართველოსთვის წინსვლის ნაბიჯები. ჩვენ არ ვიყავით გასაგებებრივად არაფერი. ესე იგი, JS1 მაგას შეცდომები და გადაცდომები არ ქვია. სისხლის დანაშაულები ქვია. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებიც კი ქვია. ციხეში რაც დაატრიალეს ამათმა და ომით რაც დაატრიალეს. მაგრამ აქ უფრო სხვა მონაკვეთს გავაკეთებდი აქცენტს. უდიდესი წარმატებებია. ნაცების 9 წელი მმართველობის მანძილზე რა იყო, რა შეიძლება ჩაითვალოს უდიდეს წარმატებად ქვეყნისთვის.
მართლა რეალურად რო გავყვეთ რა. პატრულის შემოღება, რომელიც შეონაძის დროს არა, უყურე არა, შეხედე? პატრულის შემოღება ბრენდირებას თუ ამბობ, კი ბატონო, რაღაცა ვიდეო პატრული რო გააკეთეს, გააცემა სადაც მარტო კეთილი პოლიცია იყო და ის რა ქვია, წვრილმანი დანაშაული, კი ბატონო, მაგრამ ადმინისტრირება გადასახადების, რომელიც მართლაც გაკეთდა კარგად. გადასახადების ადმინისტრირება, ფულის შეგროვება ბიუჯეტში, რომელიც რა თქმა უნდა ცალკე იყო რეკეტი, სახელმწიფო რეკეტი, მაგრამ საგადასახადო სისტემა გაკეთდა. წარმატება არის. უდიდესი რა, წარმატება სახელმწიფოს ხასი რა არის ამაში გადასახადების აკრება, რომ დარეგულირდა და რაღაც იმაში კალაპოჩი მოეცა, ეს უდიდესი წარმატება. უდიდესი არა. მოდი ხა პირდაპირ თქვა, შენ იმის თქვა გინდა რომ არაფერი წარმატებული არ იყო. უდიდესი წარმატება? უდიდესი წარმატება არ იყო. შენ იმის თქვა გინდა რომ საერთოდ არ ქონდა წარმატება? ნაციონალურ მოძრაობას, დამოუკიდებლობის მმართველობის დროს. არც ერთ წარმატება საქართველოს არ მიუღწევია? ნუ რა ვიცი, აი. არა, მიუღწევია, კაცო. ოლიმპიადაზე რამდენიმე სპორტსმენმა მოიგო. არა, ეგ სიგიჟია, კაცო, უფრო მეტი გაცილებით მეტმა მოიგო შემდეგ. გასაკურველია. საქართველოს შეონაძის დროს რა თქმა უნდა იყო კორუმპირებული და რა თქმა უნდა გარეგნულად აი პირდაპირ ჩემს ფილოსოფიას გეტყვი. მე ხო მიშასთან ვიყავი და ეს ჯვარი სათრევი მაქვს რა. და რა თქმა უნდა იყო აბსოლუტური კორუფცია ყველგან, ყოველთვის და ყოვლის მომცველი და სახელმწიფო რა თქმა უნდა მილიციას ბენზინის ჩასხმის ერთი ადგილი არ ქონდა და კრიმინალი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ამათ დაუჭირეს ახალგაზრდული ენთუზიაზმი, მაგრამ მოდი სხვა რამეს ვთქვა, კაცო, რის ფასად გაკეთდა, მე რო დავაკვირდეთ, რის ფასად გაკეთდა ეს ყველაფერი. გაკეთდა მართლმსაჯულების სრულად გაქრობის, თავისუფალი სიტყვის სრულად გაქრობის, ხალხში შიშის დათესვის და დედის მოკვლის პირობებში და ქვეყნის, რა ქვია, დამღუპელ ომში შეშეთრების პირობებში. ანუ რაღაც წარმატებები იყო, რომელსაც რა თქმა უნდა, კი, რა იუსტიციის სახლი, ანუ იუსტიციის სახლი შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენ უდიდეს წარმატებად ქვეყნისთვის იმ პირობებში რაც აღესრულა დანაშაულებრივ ნაწილში. ანუ თუ ჩვენ სამხრივად გავაშუქებთ წარმატებებს, ბიუჯეტიც გაიზარდა შემდეგ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ესე არ არის სწორი, რის ხარჯზე და მე უნდა კითხო ქართველებს, რომ ეს რო გაკეთდა, ამის ხარჯზე გინდოდათ ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, პასუხი 2012 წელს გასცეს. რა თქმა უნდა. ბაჩო, ქართველებმა ამას 2012 წელს და შემდეგ ყოველ მომდევნო წელს გასცეს პასუხი ამას რა. ამიტომ ეს კითხვა არის ხრიკი რა. ხრიკი კითხვა. თვითონ ეს მიშა არ გაგუშვია, ხო არ გაუშვოთ, მაგით ხო არ დავუთო. საშიში ვიქნები როგორც ციხეში ასე უკარიც იმიტომ რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ჯობას და გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას და ამას უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამერს და ამიტომ საბოლოო ჯამში გამარჯვებული რამდენიც გინდა არ მინდა რა ამის ტირილი რა თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ რაც უფრო წლები გაიზრდა საუკუნეების მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება თუ რა შეუძლია და რა გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობას იმისა თუ რასაც ჩადიხართ თქვენ წარმატებები ჩემ მეგობრებო ამ ანგარიშწორებას აქვს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ საქართველოს პირველ რიგში საქართველოს ხალხსკენ კაცი პასუხი აღარ თქვენ იცით მე ვიცი ჩვენ ვიმართ აუ ამერ რიფორმენდეტა ნახა მე მგონი და არა ნუ ეს არის სააკაშვილი რეალურად არჩება ჩვენ ქვეყანას როგორც კვაზი პინოჩეტი და მაოხრებელი ძალიან მწირი და მომცრო და კარიკატურული ფრანკო ასა ფრანკო მაგარი როჟა იყო და ბოლოს დატოვა ბეფე ხო ანუ ამასთან შედარებით თქო მაგიტომ კარიკატურული და მომცრო და ის პინოჩეტი კიდე და რეალურად სააკაშვილის მმართველობა შეაფასებს ეს ქვეყანა კიდე იმაზე უკეთ ვიდრე ეს შეფასება შეიძლება დღეს არის მომხდარი იმიტომ რომ მაგალითად სასამართლო რაზეც მიდის და შეიძლება ეს ცოტათი კიდე აცილებს იმ რეალურ დანაშაულზე რეფლექსიას და მსჯელობის სივრცეს, რომელიც არის საჭირო გაიმართოს მის ირგვლივ, იმიტომ რომ მართლა ჩვენ სააკაშვილის კორუფციის და საზოგადოებრივ კვეთას არ ვედავებით და ომი უნდა გამოვიძიოთ. ომის თემა არის ძალიან საინტერესო. მეგობრებო, ომი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგზისტენციური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ეს ძლიერი შეკითხვები რომ წარმატებები ქონდა თუ არა რაღაცების ადამიანური, ქართული, ტრადიციული, ჰუმანური საწყისების დადგმვის ხარჯზე
ქონდა რა თქმა უნდა საქართველოს წარმატებები. მასე გერმანიის ფაშისტურ რეჟიმს რო ქონდა წარმატებები. საძულო საბჭოთა პერიოდში წარმატებები რო იყო. ეგ საერთოდ თუნდაც საქართველოში. ბერიამ ისეთ წარმატებული საქართველო გააკეთა, ისეთი წარმატებული კოლხეთის ჭაობი დააშრო, სანაპიროები და ანძის და მეტროს კალიბრი არ გაუკეთებიათ, ნაცებს არაფერი და მაშინ ყველაფერი უნდა ეპატიოს. ბერიას დროს გაკეთდა და საბჭოთა პერიოდში მაშინ უნდა ყველაფერი უნდა ეპატიოს. მარტო მეტროს და ანძის გამოც. და უდიდესი ქარხნები. ჩვენ იმას ვლაპარაკობთ, რომ იუსტიციის სახლი ყოფილა, მაგრამ იმის საპირწონე რომ ციხეში ამათ ხალხი ეუპატიურებდა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურეთ, ჩვენ ეს სხვა შევხვდებით. ხოლმე.